შიგნიდანაც რა თქმა უნდა საინტერესოა და გაჩვენებთ. მე ვთვლი რომ ძალიან ეკონომიურად არის გათვლილი ყველაფერი შიგნით და როცა ვაკეთებდი ამ პროექტს გავითვალისწინე რომ უნდა ეცხოვრა 3 ადამიანს, ანუ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილს. ამჟამად ერთი შვილი მყავს და შესაბამისად მაგაზია გათვლილი სახლიც რა. ეს არის საერთო სივრცე, აქ უნდა იყოს სამზარეულო. აქეთ მხარეს არის სამყოფი ოთახი, ყოველდღიური ოთახი. აი აქ უნდა გაკეთდეს კიბე, რომელიც ავა ზემოთ და აი ამის ნახევარი იქეთ იქნება სხვენი ღია სივრცე. მე სამომავლოდ ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვენში მოწყობილი ორი პატარა საძინებელი გავაკეთო. თუ იქნა ამის საჭიროება არ ამგონია, მაგრამ ნახოთ. აქეთ ეს ახლა არის დროებით გადაპოლილი, თორე ეს მთლიანად მოიხსნება, აქ იქნება ანტრესოლი, გახსნილი სივრცე იქნება. ახლა აქეთ გვაქვს 3 ოთახი. ერთი არის სველი წერტილი, ტუალეტი, მეორე არის ეს ჩვენი საძინებელი და ეს არის ბავშვის პატარა საძინებელი. აი ესეთი დაახლოებით 4 კვადრატის 3.5 კვადრატი არის ტუალეტი, დაახლოებით 8 კვადრატი არის ეს პატარა საძინებელი, სადაც უპრობლემოდ დაეტევა ბავშვის საწოლი და სამუშაო მაგიდაც და კარადაც ყველაფერი დაეტევა მოკლედ. და აქეთ არის ცოტათი დიდი საძინებელი, 12 კვადრატი ამზე მეტია, ცოტა 12.5-ია ჩვენი საძინებელი, რომლის კედელსაც ახლა ვაშენებ. ქვემოდან ჩვეულებრივად ხეზე შესაძლებელია გიპსო გავაკრა, ამაზე დათმუნებებს ჩავალაგებ აქ, ზემოდან ხის პოლი დაეგება და აი ესეთი სივრცე იქნება, გარეთ რო გამოვხვალ საძინებლიდან იქნება გახსნილი ღია ანტრესოლი. ეხლა გარეთ. მეკითხებიან ხოლმე რამდენი კვადრატია ეს, მეგობარო, რამდენი კვადრატია, მოკლედ სახლი არის 65 კვადრატი, სახლის კონტური არის 65 ზუსტად, ზემოთ სხვენი არის 30 კვადრატი, დაახლოებით რომ დავამგლავოთ 100 კვადრატიანი სახლია მოკლედ და პლუს ამას გარეთ არის აივანი დაახლოებით 20 კვადრატია აი აქეთ უკანა მხარეს, რომელიც გადაიხურება აუცილებლად და აქედან რო შემოვლით ჯამში 30 კვადრატიანი არის ეს 35 კვადრატია ეს ჯამში და ეს არის პირველი სართულის იატაკი ასევე არის 100 კვადრატი. ჯამში არის 100 კვადრატი პირველი სართულით და სხვენიანაც არის 100 კვადრატი. აი ესეთი სახლია. აქ იქნება ლამაზი კიბე, დეკორატიული კიბე. აქ იქნება კარადა. აქ იქნება სამზარეულო. ზედაპირის თავზე ესეთი გასაცურებელი ფანჯარა გავაკეთეთ. და შუაში იქნება ესეთი ცოტა დიდი ზომის, ესე ვფიქრობ და მე შეიძლება შევცვალო. ესე არის ამ ეტაპზე დაგეგმილი. ცოტა დიდი ზომის კუნძული, რომელსაც ჩვეულებრივად ადამიანებიც მოუსხდებიან და ისადილებენ და ივახშმებენ. ესეთი. ხედი გარეთ ესეთი გვაქვს. როცა კარგი ამინდია და ბედი გწყალობს აქედან პირდაპირ ჩანს მყინვარწვერი. დღეს დაკვირვებული ვარ, რომ არ ჩანდა. ღრუბელშია. აი ზუსტად აი აქ პირდაპირ ჩანს მყინვარწვერი. მე სამომავლოდ ეზოსაც ვაპირებ, რომ ცოტა ყურადღება დაუთმო. აქ იქნება ალბათ ფანჩატური, ხის კაკლის იქეთ. აქეთ ალბათ პატარა აუზს დავდგამთ. შეიძლება მე უკან პატარა მარანიც გავაკეთო, ნახოთ როგორ წავა საქმე. მაგ უკვე ძალიან სამომავლო პერსპექტივაა. აქეთ მთლიანად უნდა დავაბეტონო აი აქ და მინდა რომ ბავშვს კალათბურთის ფარი დაუდგა და სტადიონი კონდეს სახლში როცა მოვახულმე. მეგობრები მოიყვანოს და ითამაშონ. იქ ალბათ მანქანის გადახურულ შესაყენებლებს გავაკეთებ. ეხლა ისე გამოვიდა რომ გარეთაც გამოვედი, შიგნით იკითხა ადამიანმა და მე გარეთაც დავიწყე საუბარი, მაგრამ მაინც პატარა ტური გავაკეთე. რა როგორ რანაირად იქნება. ეს არის ძალიან ლამაზი. აქედან შემოვდივართ სახლში. შესასვლელი უნდა გავაკეთო სპეციალურად. აი აქედან. რომ აქედან არ შევიდეს ადამიანი, იქ რაღაცა ან ყვავილები უნდა დავრგონ რაღაცა, რომ ყოველთვის შედიოდე აქედან. და აი ამას ხედავდე ყოველი შესვლის დროს. აბა დროებით. გამოიწერეთ არხი, ძალიან ბევრი რაღაც მაქვს დაგეგმილი. შიდა რემონტზე როცა გადავალ, რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს და მეც დეტალურად ვაპირებ, რომ ვიდეოები გადავიღო, გამოიწერეთ და სიახლეებს დაელოდეთ. დროებით, კარგად.